ულოცავ ქუთაისის ცენტრალურ არქივს ამ დიდ დღესასწაულს. პირველ რიგში არქივის თანამშრომლებს ულოცავ ამ შესანიშნავად თქვენ იცით დამსახურების შესახებ მოცდები 33 წელია თქვენ ხელმძღვანელობთ ქუთაისის ცენტრალურ არქივს. ქუთაის როგორც ძალიან თეთრი ისტორია გააჩნია, ისე გააჩნია საარქივო საკუთრება ქუთაისში, რომელიც ასეთესი ორგანიზებული გასაც არქივი ქვია, ჩამოყალიბდა ავიადეთ მართლაც დიდი გზა. ეს გამოვყავით ორი თანამშრომელი ქალბატონი ეთერ ასათიანი, რომელიც მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო პროგრამა მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობს ქვეყანაში უკვე მრავალი წელია, სადაც ეროვნული არქივი ძალიან აქტიურად არის ჩართული და ამ ნაწილში ყველაზე აქტიურად ჩართული იყო ქუთაისის არქივის დირექტორის მოადგილე ბატონი იგა ტყეშელაშვილი. (2025) წლის 15 სექტემბერს ქუთაისის არქივის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა. ულოცავ ქუთაისის არქივის თანამშრომლებს მთელს ქუთაისს ამ შესანიშნავ დღეს. ეს არქივი ისტორიულ როლს იკავებს საქართველოს ისტორიაში. მასში დაცულია არაერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ჯერ კიდევ მე-15, მე-16, მე-17 საუკუნეებიდან. მასში არის ისეთი მონაცემები დაცული, რომელიც უნიკალურია მთელი საქართველოს მასშტაბით და მე მინდა მთელი გულით და სულით მივულოცო დღევანდელი დღე ყველა თანამშრომელს ქუთაისის არქივისა და განსაკუთრებით მის ხელმძღვანელს, რომელიც უკვე 33 წელია იკავებს არქივის დირექტორის თანამდებობას. მე მინდა უსურვო არქივის თანამშრომლებს წარმატებები და მომავალშიც გააგრძელონ ასე წარმატებით დაწყებული საქმე. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ არქივის შენობაში არაერთი მნიშვნელოვანი ექსპონატი, ასევე ვნახეთ ის პროცესი, როგორ მიდის ძველი დოკუმენტების აღდგენა და დაარქივება, რა ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ მადლობას გადავხდი ყველა თანამშრომელს გაწეული სამსახურისათვის და ულოცავ ეს შესანიშნავ თარიღს. იმედიც მეფე ალექსანდრე მესამის სიგელია. ამის გარდა აქ გამოვიტანეთ მეფე სოლომონ პირველის წყალობის სიგელი 1793 წლის, იმედიც მეფე დავით მეორის პირადი წერილი საად კოძაიასადმი, იმედიც მეფე სოლომონ მეორის შებრალების წიგნი ჯაყელებისადმი და შარაშიძეებისადმი. ესეთი დოკუმენტები, რომელიც აქ შემოდის, შემდეგ ისინი ახალ სიცოცხლეს იძენენ და შეიძლება ითქვას, რომ სასწავლებლში დაცულია კლიმატ-კონტროლი, დაცულია ხანძარფრობის სისტემები, რესტავრატორების მეშვეობით უკან ბრუნდება და იქ უკვე ასწლეულები მაგ არაფერი აღარ დაჭირდება, ძალიან საიმედოდ იქნება იქ ყველაფერი შენახული. დიდი მადლობა ჩვენ რესტავრატორებს, ძალიან ბეჯითი და საჭირო შრომისთვის. დღეს ზეიმით აღნიშნა ქუთაისის ცენტრალური არქივის 100 წლისთავი. ისე როგორც ქუთაისია მრავალსაუკუნეოვანი ისტორიის მქონე, ასევე დიდი ხნის ისტორია აქვს ქუთაისში საერთოდ არქივს, მაგრამ ის როგორც სახელმწიფო ორგანიზაცია დაწესებულება სწორედ ამ 100 წლის წინ ჩამოყალიბდა. დღეს არქივის 2011-ში დაცულია 900.000-მდე შესანახი ერთეული, რომლებიც მთელი დასავლეთ საქართველოს ცხოვრების ყველა სფეროს ასახავს.